რავი ვარა. მე კი მხედავ. ბიჭო რაღაც კითხვები მაქვს კიდე. ვახ. აბა მაინტერესებს ჯერ იმ ლაპარაკიდან რომ მითხარი შენ რომ სხვადასხვა იმაში ხარ თქია 200 სიტყვა იყო. მოკლედ ეგ ლოგიკის კანონი ღმერთზე არ მოქმედებს რა. ანუ შეგიძლია მითხრა და დამიმტკიცო ლოგიკურად რომ რატო არ მოქმედებს ეგ ღმერთზე. კი, შემიძლია. ანუ პრინციპი არის ასეთი კანონი, რომელზეც ახლა ვლაპარაკობ. A-ში თუ არ არის B, A-დან B ვერ გამოვა. ხო? ამ კანონზე ვსაუბრობ, ხო ასე? ანუ იმისთვის რომ A-დან B გამოვიდეს, სამი ვარიანტია როგორ უნდა არსებობდეს A-ში B. B უნდა არსებობდეს ან აქტუალურად, რეალურად. მეორე ვარიანტი არის რომ ან უნდა არსებობდეს პოტენციურად და ან უნდა არსებობდეს ვირტუალურად, ან ეს შეგვიძლია ვთქვათ ემინენტურად. ხო ხდები რაც გეუბნები. აქტუალური, მაგალითად აქტუალური არსებობის მაგალითი იქნება ის რომ ბრუც გასული ხარ ძმაო. კი, არ ის ჩამოწია და. ანუ აქტუალური არსებობის მაგალითი იქნება მაგალითად ის რომ ცეცხლში აქტუალურად არსებობს სითბო. ცეცხლიდან სითბო გამოდის, ცეცხლში აქტუალურად არსებობს სითბო. პოტენციური არსებობა იქნება ის რომ მაგალითად ის რომ სიტყვაზე რავი ბავშვის გაკეთება პოტენციურად არა უკეთეს მაგალითს მოვიყავ პოტენციურ არსებობის რა ანუ სიტყვაზე ისა თესლიდან რაღაცა ისა ხის აღმოცენება ხის ამოსვლა დაუშვათ და ანუ ემინენტური ამ შემთხვევაში ვირტუალური არსებობა იქნება მაგალითად ესეთი რაღაც რა რომ ხატვარმა დახატა ნახატი. ხო ხდები რას გეუბნები? ან პროგრამისტმა შექმნა კოდი. ხო, ეს არის ემინენტურად, ანუ ეს კოდი იმყოფება პროგრამაში ემინენტურად. ანალოგიური პრინციპით, ანუ როცა ამბობ, ანუ არგუმენტი როცა არის A-ში B უნდა იყოს, მან კიდე არის დაწესებული ერთი შეზღუდვა, რაც არის აბსურდული, ანუ არასწორი შეზღუდვა და რაც გადაყავ ხარ კატეგორიულ იმაში რა ხويا, შეცდომაში რომ არგუმენტი არის ასეთი რომ აუცილებლად ითხოვს არგუმენტის წარმომყენებელი ღმერთში A-ში B არსებობდეს აქტუალურად. ამას ითხოვს რომ აქტუალურად უნდა არსებობდეს რომ მაგას გეუბნება. და აქტუალურად არსებობის ისა ან პოტენციურად ან მაინც დამას ან აქტუალურად ხო აქტუალურად მაგას ითხოვს რომ აქტუალურად არსებობდეს. მაგის ის არ არის ანუ აუცილებლობა, იმიტომ რომ სამყაროშიც კი აქტუალურად შეიძლება რაღაც არ არსებობდეს, მაგრამ გამომწვევი მიზეზი მაინც იწევდეს და მით უმეტეს ღმერთი, რომლის ქმნადობაც არის სრულიად განსხვავებული ნებისმიერი შემოქმედების პროცესისგან, ანუ ყოველ ძლიერი და აღმატებული არსება. აი აქტუალურად რო არსებობს მაგის მაგალითი შეგიძლია მომიყვანო? ეგან გიხარი რომ ცეცხლში არსებობს სითბო მეთქი აქტუალურად. ანუ ეგ ტემპერატურა ცეცხლში აქტუალურად არსებობს, ამიტომ იწვევს ცეცხლი სიტყვაზე მაგ სითბოს, მაგ ტემპერატურას. აი არის აქტუალური არსებობა. პოტენციური არის, რომ აი თესლიდან რაღაცა ხე აღმოცენდა პოტენციურად არსებობს. და ვირტუალური ემინენტური არის პროგრამისტმა შექმნა კოდი, ან ისა რა ხუია სიტყვაზე მხატვარმა დახატა ნახატი. ანუ მხატვრის გონებაში არსებობდა რაღაცა ნახატი, გონებაში იდეის დონეზე, არამატერიალურად მაგრამ მოიყვანა რეალობაში, ანუ შემდეგ დახატა. ანუ ეგ ნახატი მხატვრის გონებაში არსებობდა აღმატებული ფორმით ცხადია და ანალოგიურად ღმერთის გონებაში ეგრე აღმატებული ფორმით არსებობდა მატერია. და ანუ აქტუალურად რო არსებობდეს, ამის აუცილებლობა არ არსებობს. არც ლოგიკაში, ძმაო, არც ფილოსოფიაში ვინც ერკვევა, ცოტათი მაინც და არც რა ვიცი, არსად ვერც ერთ აკადემიურ წრეში მაგ არგუმენტს დღეს შენ ვერ შეხვდები. შეიძლება შემხვდარიყავი რავი ძველად ან რავი სულასაუყუნეებში შეიძლება ანუ ეგ კანონი აქტუალობაში ჯდება ხო ასე ვთქვათ ხო ანუ ეგ კანონი ანუ არგუმენტის წარმომყენებელი უბრალოდ ანუ ეგ კანონი რეალურად ცალს ეხება სულში არგუმენტის წარმომყენებელი მაგას ითხოვდა ჩვენგან რომ ანუ აქტუალურად უნდა ყოფილიყო თურმე მატერია ღმერთში თორე ის სისულელე ანუ სრულიად აბსურდულ შეზღუდვას აწესებდა ყოველძლიერ ღმერთზე და ანუ აბსურდია უბრალოდ. მე მგონია რომ ცოტა ინტელექტუალური არაგულწრფელობაც არის, მაგრამ მე არ ვიცი ხა ესე ვერ ვიტყვი რა დაჟინებით შეიძლება ვინც ეგ არგუმენტი წამოაყენა მართლა ჯერა მაგის რასაც ამბობდა. შეიძლება მართლა ჯერა. შეიძლება ანუ ვერ გავიგებ მაგას ესე ცალსახად ვერ დავაბრალებ.
ადამიანს ვერაფერს, მაგრამ არგუმენტი დებილობაა, რო იცოდი, ანუ ეგ როგორც წამოაყენა და ის, ანუ სისულელეა უბრალოდ. თვითონ არგუმენტს ვაკრიტიკე. გავიგე. აი ხა მაინტერესებს თვითონ ჩვენ ცხოვრებაში რაც ხდება ყველაზე ხშირად არის აი მეც პირადად ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე რომ ცუდი რაღაცები ხდება ჩემ ცხოვრებაში რა ანუ აი ასე მგონია რომ ყველაფერი ცუდი ჩემ თავს ხდება და აუ იცი მენა სულ ყველაფერი ცუდი მიმართება რა ასე ვთქვათ რა არაფერი კაი არ მიმართება და აი რო ხედავ ვიღაცა იმენა ამბობს რომ მაგალითად ღმერთი არ არსებობს რაღაცა არც შეიძლება ღმერთის არც უშვებს მაგას და მე კიდე აკი რა ვიცი ყოველდღიურად მივდივარ ეკლესიაში ლოცულობ რაღაცა ელემენტარული მარხულობ კვირაში ორჯერ მინიმუმ მაინც მე კიდე ასეთ იმაში ვარ რა ქვია გასაცდელებში ვარ რატო ხდება ეგ ვერ ხვდები ანუ რა არის მაგის გამოწვევები უბრალოდ შენ ხომ ისმენდი წერან კი ანუ შენ ხო იცი რომ კარმა არ არსებობს ეგეთი რაღაც ანუ იესო რას ამბობს პირდაპირ რომ ღმერთი აწვიმებს კეთილისთვისაც და ბოროტისთვისაც ზეამოყავს მართალთათვისაც და უსამართლოდ კარმა არ არსებობს რას ქვია შენ როგორ ფიქრობ ხა კეთილდღეობას რასაც იღებს ცხოვრებაში იმსახურებ ან ვინმე იმსახურებს თუ რატო აი იობს შენ რა გონია იობს განსაცდელები რატო დაიმართა იობის ამბავი იცი შენ არა აი იობის ამბავი უნდა მოგიყო იობი იყო ძველი აღთქმის წიგნია იობი ცალკე წიგნია რაც იობის ისტორიას აღწერს იობი იყო ძველი აღთქმის წმინდანი და იობი იყო მართალი კაცი ანუ უდიდესი მორწმუნე იყო უდიდესი ეგ დილას ეკლესიაში და ის რაღაცას რომ მეუბნე უდიდესი მორწმუნე იყო თან ანუ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაც ხონდა გაკეთებული დიდი ქონება ქონდა მას დიდი სახლი 10 შვილი ყავდა და ცოლიდან ასე შემდეგ და იობი იყო მორწმუნე ქველმოქმედთან და მართალი კაცი მართალი ბჭყალებში იმ გაგებით მართალი რომ მორწმუნე იყო რწმენით მართალი და იობს ესა ღმერთი ამაყობდა იობით ანუ ღმერთის მოქმედება რომელი მოქმედებაში დაემკვიდრება ღმერთის სიყვარულით ამბობს თავის ხმნებაზე აი რა კარგი ბიჭი მყავს იობი და ეშმაკი გაერია ანგელოზებში და ეს რაღაც ეუბნება ღმერთს რომ იობიო კარგი ბიჭი იმიტომ არისო რომ ყველაფერი აქვსო გასო ფული აქვს ცოლი ყავს შვილები ყავს ქონება ერთი მიმიშვიო და განახებო თუ პირში არ დაგიწყოს გმობაო და ღმერთი ეუბნება კარგი მიგიშვებო იმოგონ თვითონ მის სიცოცხლეს ნუ შეეხებია და მიუშვებს და მივა ეშმაკი და ნუ რა მოხდა პირველი გასაცდელი იყო როგორც მასო სახლი დაინგრა იობს დაკარგა ქონება ეს სხვა ზროხა და საბადებელი გაიქცა დაიფანტაზობი დაიღო მოკლედ რაღაც სტიქიური მომენტი დაკარგა მთელი ქონება გაგატარდა იობი მაგრამ იობი ამბობს ღმერთო შიშველი გამოვედი შიშველი მივდივარ შენია ყველაფერი დიდება შენ სახელს და აგძენებს ღმერთის დიდებას და ისევ ღმერთი აი რა კარგი ბიჭი მყავს იობი ჩემი წყალობით ნახე როგორ სიყვარულში მე ეშმაკი ეუბნება კიდე მიმიშვენო კიდე ეუბნება მიდიო მის სიცოცხლეს ნუ შეეხებიო და უკვე მოხდება ეს რაღაც რომ იობს დაიღუპება შვილები 10 შვილი მოუკვდა იობს და აქ უკვე იობი ძალიან ცუდადა ეხა ანუ ისე რა ქვია მაგრამ ნუ საბოლოოდ მაინც ინარჩუნებს იმ იდეას რომ ანუ ღმერთო შენი შექმნილია სიცოცხლე და ვიცი რომ სამართლიანი ხარ და შენთან არიან და ღმერთის ყოვლა სამართლიანობის და სიყვარულის აღქმას მაინც ინარჩუნებს მე მესამეჯერ ეშმაკი კიდე ეუბნება რომ კიდე მიმიშვე და მე რომ მიუშვებს კიდე ეშმაკს ერთი ეშმაკი ეს რაღაც გააკეთებს რომ იობ შეხლის რაღაც საშინელ დაავადებას კანის დაავადებას რომელსაც აი საშინელი ტკივილებით ანუ ერთი წამი არა აღშვება იობს სრული აგონიაშია თან სუნი აქვს იმდენად ძიმე სუნი აქვს რომ ახლოს ვერ ეკარებიან ანუ კება ფაქტიურად რა ადამიანი და ცოლი ეუბნება იობს რომ ეხაო შენო ღმერთო თითი დაუქმნიე გადაბრუნდი და მოკვდიო იობს ეუბნება ცოლი წარმოიდგინე თავის ცოლი იმდენად ცუდ მდგომარეობაში ხედავდა ეს ცოლი თავის ქმარს და იობთან მივლენ იობის საუკეთესო მეგობრები სამ მეგობარი და ეს რაღაც ეუბნებიან იობ შენ ეს საშინელი რაღაც იმიტომ დაგიმართა რომ ეთყობა რაღაც დააშავე ღმერთის წინაშე თორემ ღმერთი აი ამ განსაცდელებს შენთვის არ დაუშვებდა ანუ აი მაგ კარმის და რაღაცა ბულშიტების ჯეროდათ იმ პერიოდში აი პრეისტორიული ხანა აბრაამის პერიოდი არის ამ და ანუ როგორი თემა იცი რომ შეიძლება უფრო და ბიჭო იობს ანუ ესენი ტყუილებენ ბრალს მეგობრები სრულიად აბსურდულადებენ ბრალს და მე ცოლის და თან აქ ლუპება და აქ უკვე იობი ღმერთს ვეღარ ადიდებს ხმუ იობი უკვე კითხებს ომს რომ
რა გინდა იობის ლოცვა ესეთია ღმერთო რა გინდა რას გადამეკიდე მოკლედ რო გითხრა იობის ლოცვა იქ იობმა კიდე ბევრი ცუდი რაღაც თქვა უარესები მაგრამ მოკლედ რო გითხრა ღმერთს ეუნება რას გადამეკიდეო და დაუსვა 700 კითხვა ძალიან ბევრი კითხვა დაუსვა ღმერთს იობმა მერე ღმერთი გამოიცხადა იობს 38 თავში იობში და მე წაგიკითხავ ღმერთი რას პასუხობს ღმერთის პასუხს წაგიკითხავ მოიცა და მიხვდები პრინციპს იობის 38 თავი, ვისაც შესაძლებლობა აქვს თვალი მიადევნოს. ვისაც არა და ყურადღებით მომისმინოს. მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა, ვინ არის რომ აბნელებს განგებას უგუნური სიტყვებით, წელი შემოისარტყრე მეომარივით, მე შეგეკითხები და შენ მიპასუხე. ანუ ღმერთი ეუბნება იობს, რომ იობ ეხლა ისა შენ მისვამ კითხვებს კი არა, ჩემოშვილო მე კითხავ და შენ მიპასუხე აქეთ, თუ მაგარი ბიჭი ხარ, აი ეგეთ რაღაც ეუბნება ღმერთი ჩათვალ. ეხლა რას ეკითხება ღმერთი? ღმერთი რას ეუბნება? არც ერთ კითხვაზე, არც ერთი იობის დასმულ კითხვაზე ღმერთი პასუხს არ აძლევს. იმიტომ რომ ნუ კითხვებში პრობლემაა და ღმერთი იქეთ ეკითხება იობს რაღაცებს. მე გიკითხავ. სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? ამიხსენი თუ გაქვს გაგება. ვინ დასაზღვრა მისი ზომები თუ იცი მასზე ბაწარი ვინ გადაჭიმა? რაზე დგას მისი საძირკვლები? ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი? როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები. ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშოდან ამოხეთქა, როცა ნისლი მივეცი სამოსავალო და წყვდიადი ხევებად, როცა დაუდგინე ჩემი წესი და დაუტანე ურდული და კარიბჭენი. ანუ რას ნიშნავს ეს იცი? ანუ ღმერთი მიანიშნებს იობს რომ იობ, შენ ისიც კი არ იცი მე მატერიალურ სამყაროს როგორ განვაგებ. მით უმეტეს სულიერზე შენ ვაფშე წარმოდგენა არ აქვს. საერთოდ. და იქ რა ხდებოდა? იობმა რა ხდება სულიერ რეალობაში, რაც იობმა არ იცის. რა არის ეგეთი რაც ხდება? იობმა არ იცის. ეგ ეშმაკის ბრალდება. არ იცის იობმა არ იცის რომ ღმერთი იობის ავტორიტეტს იცავს თავისი ძალითა და წყალობით ანგელოზების წინაშე. ეგ იობმა არ იცის. ღმერთს რო ეშმაკისთვის ეთქვა რომ წადი გაეთრი არხიდან ანგელოზი ყოვლისწოლნი არ არის. ანგელოზი უნდა გამოერკვეს რა ხდება. ხო მიხვდი რას გეუბნები და ღმერთმა თავისი ენერგიით, თავისი წყალობით, თავისი მადლით თავისი მოქმედებით იობში დაიცვა იობის ავტორიტეტი. ანუ იობ შენ არ იცი მე როგორ მიყვარხარ და სულიერ რეალობაში მე შენთვის რას ვაკეთებ. მაგაზე წარმოდგენა არ გაქვს. ამიტომ განსაცდელი რატომ აქ როცა ეგ კითხვა, ეგ დებილური კითხვა როცა მოგივა გონებაში, გაიხსენე როგორ ეწამა იესო შენთვის და რა განსაცდელები გამოუვიდა. ეხლა იობი ქრისტეს ვერ მოესწრო, ანუ ქრისტეს ჯვარცმას ესე ვერ მოესწრო, ანუ ძველი წელთაღრიცხვაში ცხოვრობდა. შენ მოსწრებული ხარ, შენ გაგიმართლა, ახალი აღთქმის ეკლესიის წევრი ხარ და შესაბამისად რამე განსაცდელი რაც გიქნება, გახსოვდეს რომ ეგ განსაცდელი 900 მარკი სიმძლავრით გამოვლილი აქვს შენს მაცხოვარს გადამრჩენას, რომელიც სხვა შორის ყველა განსაცდელში შენთან ერთად არსად არ გტოვებს რა. გავიგე და ანუ ეგრე გამოდის რომ ჩემს შემთხვევაშიც უშვებს ღმერთი? ხო, ანუ უნდა მიხვდე პრინციპს რომ პერფორმანსი არ არის ის წარმოდგენა რაც გაქვს რომ მე თუ კარგად მოვიქცევი ღმერთი განსაცდელს არ მომივლენს ან ცუდად თუ მოვიქცევი მაგ შემთხვევაში მომივლენს ეგ პრინციპი დაივიწყე იმიტომ რომ ეგ პრინციპი უბრალოდ არასწორი ანუ სიმართლე არ არის მაგ პრინციპით ღმერთი არ მოქმედებს ანუ ღმერთი კარმული ეფექტი ეს კარმა და დებილობები მოიგონეს ნუ ვიცი რა როგორც გაჩნდა ეს კონცეფტი. ესენი ეგრე არ ხდება. ანუ ეგ უბრალოდ ჩვენ გვაქვს ეგ წარმოდგენა შექმნილი ღმერთზე, თორე ღმერთი ვაფშე დამოკიდებულებას არ იცვლის პიროვნების მიმართ საერთოდ. მარადიულია მაგ. ანუ უყვარხარ მარადიული. ეგ კი ანუ მე მაგას კარმას კი არ მე ვამბობ რომ ანუ უღმერთოებას რა ანუ მაგალითად კარმას ამბობ მაინც მიხვდი ანუ კარმას რატო გეუბნები იცი რომ შენ ამბობ პრინციპი იყო ესეთი მე თუ კარგად ვიქცევი კარგი რაღაც უნდა მემართებოდეს ცუდად თუ ვიქცევი ცუდი რაღაც უნდა მემართებოდეს და ესე არასდროს არ მოხდება არა აი რაც უფრო ახლოს ვარ ღმერთთან თქვა ანუ მით უფრო ვიცავ მარხვას რაღაც ეკლესიაში დავდივარ რომ ვიღაცა ამბობს საერთოდ ღმერთი არ არსებობს და არც ჭირა და ანუ სუფეხებზე კიდია ანუ მე უფრო განსაცდელებში ვარ მაგალითად ვიდრე ის და ხო და ეხლა მაგალითად მოწაფეები რომლებიც გადაღებდნენ ბევრად უფრო დიდ განსაცდელებში იყვნენ ვიდრე მაგალითად მეფე ჰეროდე სიტყვაზე პირობითად იმიტომ რომ მოწაფეებს კლავდნენ და შუა ქუჩაში წვავდნენ და ქუჩებს ანათებდნენ რომ იწოდნენ ისე და მაგრამ რეალურად ვინ უფრო კარგ კონდიციაში იყო მორწმუნე მაინც ცხადია განსაცდელის და მიუხედავად იმიტომ რომ
განსაცდელი მორწმუნეებს ამყოფებდა ღმერთთან და პავლე მოციქული ბიჭო, პავლე შენ კი არა, პავლე მოციქული იცი რას ამბობს? წაიკითხო რას ამბობს? განახო მოიწერცა. უკეთესი იქნება. კი. მაგრამ ის რო არის უფლის რისხვა და ასე შემდეგ, რატო ხდება მაშინ? ეგ რისხვა სიყვარულია ღმერთის. ანუ აი ფსალმუნის მე-7 თავში არის გონი ნახსენები, რომ ეგ რისხვა იმიტომ ხდებაო, რომ ღმერთის სამართლიანობის გამო და შენ ამბობ, რომ ღმერთი არაა სამართლიანი. არა, მე როგორ რატომ სამართლიანი, ანუ მე ვამბობ სიყვარულის გამო ხდება. ანუ ისა რა ქვია, რა წერია რომ რა წერია მოიცადეთ დავიკითხოთ ერთად. ეს არის მეორე კორინთელთა მე-12 თავის მე-7 პავლე მოციქული მეორე კორინთელთა მე-12 თავის მე-7 და მე-9 მოხამე. თავს რომ არ გამსლოდა გამოცხადების უჩვეულობით, ჩემდა საწამებლად მომეცა ნესტარი ხორცში. ანუ იტანჯებოდა. ტანჯვა ხონდა რაღაცა ფიზიკური, შეიძლება სულიერ ტანჯვას ხურცობს, აქ ფიზიკურზე ყოლოს. სატანის ანგელოზი, რათა დაეთქვნა ჩემი ზვაობა. სამგზის ვევედრე უფალს მომაშორე მეთქი, მომიგო შენთვის სამყარისია ჩემი მადლიც, რადგან ჩემი ძალა უფრო სულად ვლინდება უძლურებაში, ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრეს ჩემში. ვაიმე, აი სასწაულია, ბიჭო, სასწაულია და რა ვიცი, აი ღმერთს ბოდის უხდი, რომ ყოველდღე არ ვკითხულობ ეპისტოლეებს. იმიტომ რომ აი აი სასწაულია. ეხლა მიხვდი რა რაც თქვა პავლე მოციქულმა? რაღაცა სერიოზული გაჭირვება ხონდა პავლე მოციქულს ანუ რაღაცა ან ფიზიკურად რაღაც ტკიოდა, ან შეიძლება სულიერად რაღაც პრობლემა ხონდა. ეხლა კონტექსტში ეს კარგად არ ჩანს, მაგრამ რაცა უნდა ყოფილიყო. თავს რომ ართან რატო ქონდა მაგას გეუბნები, ბიჭო, ეგ არის ყველაზე მაგარი. თავს რომ არ გამსლოდა. მიხვდი? გამოცხადების უჩვეულობით, რატო? იმიტომ რომ პავლე მოციქულს უდიდესი გამოცხადება მიეცა. მისი პირადი მოძღვარი იყო იესო ქრისტე. აი ძალიან დიდი გამოცხადება მეცოდა და რამხელა ის აქ დაწერილი შრომა ახალ აღთქმაში მიაქ მაგის წიგნებს, ხო? ახალი ახლა როგორი განცობილია მისი მსჯელობით, როგორი ის არის, ხო? მთელი სისავსით არის გადმოცემული ჩვენი უფლის სწავლება და წარმოიდგინე ნახე რა, თავს რო არ გამსვლოდა გამოცხადების უჩვეულობით, ჩემდა საწამებლად, ანუ გავწამდიო რა, მომეცა ნესტარი ხორცში სატანის ანგელოზი, რათა დაეთქვამო ჩემი საუბარი, ანუ ბოროტი იწოს რომ რაღაცა პრობლემა ქონდა, რა, ან ფიზიკური, ან შეიძლება სულიერ არ ვიცი რა გულისხმობს. სამგზის ვებედრე სამჯერ ვთხოვეო ბიჭო უფალს და ეხლა წარმოიდგინე პავლე მოციქული იყო რა, ხო ხტები ისეთი ადამიანი იყო, კუდარს აცოცხლებდა, ანუ ხოაზე ხა რამდენი სასწაული მოხდენილი, ხო? ანუ იქაც რომ კუნძულზე რომ მივიდა და შხამიანი გველი რო შეახტა და ესე რომ მოიშ რაღაცა მით რომ ანუ რაღაცა პავლე მოციქული იყო რა, ანუ მის ლოცვას ქონდა სასწაული ძალა, იმიტომ რომ უდიდესი მორწმუნე იყო, ანუ ძალიან მორწმუნე იყო რა, უფლის ყალობით, ასე ვთქვათ და სამჯერ თხოვეოდა, არა, უფალმა უარი მითხრაო, მომიგო, შენთვის საკმარისიაო, ჩემი მადლიც, რადგან ჩემი ძალა უფრო სრულად უძლურებაში ვლინდება, რა მაგარი სიტყვებია, უძლურებაშიც კი, პრობლემაშიც კი, ტკივილში, ან ფიზიკურ ტკივილში, ან მაგალითად ცოდვაში რო პრობლემა, იქაც ღმერთი ძალა ვლინდება. ხო მიხვდი რას გეუბნები? ამიტომ ხო რა ძალიან მაგარ რაღაცას ამბობს, ეპისტოლეები ვიკითხოთ ხოლმე რა. ეხლა გამომიტივდა უბრალოდ გონებაში თემატურად და თემა მოიტანა, თორე აქ კიდე ძალიან ბევრი რაღაცა არის, რაც ყველავანი წასაკითხი, ანუ აუცილებლად წასაკითხი, ანუ ძალიან მაგარი რაღაცები ეს რა. ეგ სხვათა შორის, ანუ ეგ სიტყვები გავიგე და ანუ მე დავინახე რომ ანუ ნიშნავს აი ჩვენ ვამბობთ ჩვენი სიტყვებით აი ასე თან რო გავათანემედროთ. აუ რაღაცა კომენტარი უნდა გავხდე ბრუც პასუხი რა. სოფი მიწერს რომ არ ვარო ქალიშვილი და ჯოჯოხეთში მოხვდებიო და შეიძლება ადამიანი ახალია ლაივში და გავცემ პასუხს. ანუ ქრისტემ მეძავები შეიწყალა, ხო? ანუ მეძავი იყო ადამიანი და ქრისტემ მიიღო და შეიწყალა და აღარ გავაგრძელებ, ანუ ქრისტეს ყველანაირი კატეგორიის ადამიანი ავაზაკი იყო საერთოდ, მკვლელი და ყაჩაღი და მყარავი იყო, ვინც პირველი ქრისტემ 60-ში შეიყვანა. თვითონ მე კითხვა ძალიან არ მომეწონა და მიზეზი რატომაც კითხვა არ მომეწონა არის მეტაფიზიკურ სიცრუეში ყოფნა, გაუგებრობაში არის ადამიანი, ანუ ადამიანი ფიქრობს, რომ თვითონ თუ იქნება ესე იზამს ამას და ამას, მაშინ ღმერთთან მოხვდება. თუ არ იზამს ამას და არ იქნება ესე და ესე, მაშინ ღმერთთან ვერ მოხვდება და
იმდენად მცდარი მიდგომა, რომ ანუ ეს მიდგომა დამღუპელი, ამ მიდგომამ წარმოშვა სრული რელიგიები, ამ მიდგომამ წარმოშვა ლეგალიზმი, ამ მიდგომამ წარმოშვა ფარისევლობა, ანუ არ შეიძლება ეს მიდგომა. ღმერთი სამოთხეში იმიტომ კი არ გიღებს, რომ ეს არ მაგარი ტიპი ხარ, ღმერთი სამოთხეში იმიტომ გიღებს, რომ უყვარ ხარ, სიგიჟემდე, იმდენად გიჟურად უყვარ ხარ ღმერთს, რომ შენ გამო ჩამოვიდა ადამიანური ბუნება მიიღო, ანუ ბიოლოგიურად ხრწნადი ბუნება მიიღო, სრულიად არამატერიალურმა დროის მიღმა მყოფმა არსებამ და შენ გამო მოკვდა. აი ეს გააკეთა ღმერთმა და თვითონ ეკითხვა, რომ ანუ ხო ხვდებით, რომ ისე რა ქვია დაფუძნებულია იმ პრინციპზე, რა პრინციპზე დგომასაც ზოგადად არ ურჩევ ადამიანს, იმიტომ რომ ყველა ვარიანტი შეგიყვანთ სასწარკვეთილებაში. და ლეგალიზმში გადავალთ. ჩათვალეთ ლეგალიზმი, ხო.